დიზაინი. ყველას გინდა დიზაინერობა, მაგრამ არ იცით საიდან უნდა დაიწყოთ, ან როგორ. ან მართლა გონია, რომ Photoshop-ს ან Illustrator-ს თუ ისწავლი, კარგად დიზაინერი ხარ? კარგი. სპოილერი, შენ ვერასდროს ვერ გახდები დიზაინერი, თუ ესე მოიქცე. აქ ბუდე ქონდათ რაღაც ჭიანჭველებს და ჩამოჯდომა ვიფიქრე, მეთქი ჩამოვჯდები მეთქი და დავჯექი თუ არა იმდენი ჭიანჭველა შემაძრა ეხლა ვაფშე ყველგან შნუროკები კი გამიხსნეს ბოტასებზე. კარგი, დავიწყოთ. ხმამაღლა გაფიქრებული იდეები დუბლი მეორე. ერთ სიმართლეს გაგიმხელთ, რომელიც საკმაოდ ისეთი მწარეც იქნება, რა ვიცი, შეიძლება მწარე იყოს, შეიძლება ბევრისთვის გაეხარდეს კიდევაც. მოკლედ, it's up to you, ესე ვთქვათ. მაგრამ ერთი რაღაცის თქმა მინდა. დიზაინერი შენ ვერასოდეს ვერ გახდები, თუ არ იქნები უაზროდ განათლებული. რატომღაც ყველას იმის შთაბეჭდილება გექონებათ, რომ დიზაინერი უნდა გახდე через Photoshop-ით და Adobe Illustrator-ით. აი მაგას ვერ ხვდები, ჩემამდე არ დადის. იმიტომ რომ, მაქვს რაღაც გამოცდილება ამ სფეროშიც და ძალიან ბევრის მოყოლა შემიძლია, მაგრამ დღეს ცოტა პატარა ვიდეოთი შემოვიფარგლები და დაველოდები თქვენ კომენტარებსაც და უკავშირსაც. უბრალოდ მაინტერესებს რა აზრის იქნებით თქვენც. ხო, დავიწყოთ იქიდან, რომ თუ კი რაიმე კურსი ვნახე დამწყები დიზაინერებისთვის და მსგავსი რაღაცებზე, ანუ ყველა დიზაინის კურსი საქართველოში იწყება Photoshop-ით და Illustrator-ით. ზოგადად თემა ესეთია, რომ ხალხი რასაც იმსახურებს, იმას ყოველთვის იღებს ხოლმე. ხალხს ვაფშე წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ რას ნიშნავს დიზაინი და რას ემსახურება ვაფშე და ასე შემდეგ. რილსებშიც მაქვს გამოხატული რაღაც ემოციები. პროსტა ნერვების მომშლელია ხოლმე ხანდახანდა. დიზაინი არ არის Photoshop-ი, დიზაინი არ არის Illustrator-ი და დიზაინი საერთოდ დიზაინერია, სულაც არ არის აუცილებელი, რომ იყოს მხატვარი. ანუ ნებისმიერი ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ირგვლივ, ყველაფერი არის დიზაინი. სკამზე რო ტრაკი კარგად გიდევს და მოკალათებული ხარ და კომფორტულად ზიხარ, დიზაინის დამსახურებაა. გესმის? და არა იმ ქარხნის, სადაც დაიბეჭდა ამ სკამის ფორმა. არა, თავიდან ჯერ შეიქმნა. ჯერ თავიდან მილიონი ტრაკი დადეს ამ სკამზე იმისათვის, რომ კომფორტი ეგრძნოთ. მერე არ გამოვიდა, მოусვენრად იჯდა ვიღაცა, მერე სხვანაირი ფორმა მიაღებინეს, მერე კიდე 900,000 მილიონი ტრაკი მოიწვიეს იმისათვის, რომ ტრაკებზე მოგზავ, იმისათვის, რომ რაღაცა საერთო სტატისტიკა გაეგო და ასე შემდეგ. ანუ ხვდები ხო დაახლოებით საითკენ მივდივარ. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენს ირგვლივ ყველაფერი არის დიზაინი. დიზაინერი შენ ვერ გახდები მანამ, სანამ პარიზში რომ ჩადიხარ და გაიქცევი ეიფელის კოშკთან სელფის გადაიღებ, ეს დიზაინერი არ არის. დიზაინერის მოვალეობა არის უგზო, უკლოდ განათლებულობა. აბსოლუტურად ყველა სფეროში. დიზაინერი შენ ვერ გახდები ერთი Illustrator-ის ამ Photoshop-ის კურსის გავლით. შენ რო იცი ხაზის სწორად გავლება, ან ვექტორული რკალის შემოვლება, ან რაღაცა ფორმის მიღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხარ დიზაინერი. დიზაინერი უნდა გახდე წლების მანძილზე. ანუ 5 წელი მინიმალურად გჭირდება შენ, რომ რაღაც ინფორმაცია მიიღო სამყაროს ირგვლივ. თუ ჩაკეტილი ხარ სახში, არ გადიხარ არსად, არ მოძრაობ, არ მოგზაურობ, არ ეცნობი ლიტერატურას, არ ეცნობი ხელოვნების ისტორიას, მხატვრობას, მილიონი სტილი არსებობს კიდევ, ფოტოგრაფია, მნიშვნელობა არ აქვს, whatever. ყველაფერი არის დიზაინი. ანუ იმიტომ კი არ არის ჩემი საყვარელი ჰობი, ესე ვთქვათ, მოგზაურობა, რომ მივიდე და სადღაც ქალაქის ცენტრში რაღაცა
პიაცა მოუკრუგო. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ აი ყველა სანაგვე, ყველა კარების რაღაცა ჩუქურთმა, სადარბაზო შესასვლელები უბრალოდ დავდივარ და ვიღებ აი ამ უცხო ქვეყანაში რომ გავეცნო. პირველი აი ვიცი ვთქვათ, მივდივარ აი ამ და ამ ქვეყანაში, ხო? პირველი რასაც ვაკეთებ გამგზავრების წინ Google-ის რუკას ხსნი და ვეძებ რისი დათვალიერება შეიძლება. რა მუზეუმი შეიძლება ვნახო ამ კონკრეტულ ქალაქში, ქვეყანაში, არ ვიცი თუ სადღაც მომიწია წასვლა, წავალ მუზეუმის გამო. მილანში მაგალითად 3 დღე ვიარე მილანის ტექნოლოგიურ მუზეუმში. დავინჩის მუზეუმი, მილიონი რაღაც არსებობს ყველა სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც უბრალოდ უნდა წახვიდე და დაათვალიერო. სხვა შემთხვევაში შენ დიზაინერი ვერ გახდები, ვერანაირად. ყველა შენობის კუთხე, ყველა შენობის ჩუქურთმა, სანაგვე, ქვაფენილი, იქაც რაღაც ორნამენტებია, იქაც რაღაცა ბაროკო სტილი შეიძლება ნახო, იქაც მილიონი რაღაცა. უბრალოდ ესე ყველაფერის ჩამოთვლა ძალიან ძნელია. ანუ შენ დიზაინერი არ ხარ მანამ, სანამ სამყაროს ირგვლივ რაღაც ინფორმაციას არ მოიპოვებ და რაღაც მონაცემთა ბაზა არ გექნება. თვალით დანახული, ანუ თვალი ყოველთვის უნდა გქონდეს ხარბად, ყველაფერს უნდა ათვალიერებდე, ყველა ინფორმაციას უნდა ღებულობდე, უნდა კითხულობდე ძალიან ბევრს, უნდა ათვალიერებდე სურათებს. მუზეუმებში უნდა დადიოდე. მუზეუმებშიც არავინ არ გზალავს ფოტოს გადაღებას, ტელეფონით შეგიძლიათ. მოგეწონა რაღაცა, გადაუღე ფოტო. რაღაც ფერი მოგეწონა, გადაიღე, დაიმახსოვრე. რაღაცა შენობის შესასვლელი მოგეწონა, რაღაცა სადარბაზო მოგეწონა, გადაიღე, სანაგვე მოგეწონა, ნუგცხვენია, გადაიღე, ტანსაცმელი, გადაიღე, ყველაფერი. დღეს ჯიბეში გიდევს უმაგრესი ფოტოკამერა, რომელთაც ყველაფრის გადაღება შეგიძლია. მარტო ჟანგიან ეიფელთან სელფის გადაღება არაფერს არ მოგცემს. შენ დიზაინერი ვერ გახდები, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ფოტოშოპის და ილუსტრატორის სწავლას და დაანებეთ ესეთი რაღაცა უაზროდ ერთ ადგილას ყურებას. დიზაინერი უნდა გახდე წლების მანძილზე და არა ერთთვიანი რაღაცა კურსის გავლის შემდეგ. უნდა ისწავლო ფერების ჰარმონია, ფერების ხელოვნება. ანუ ყველა ფერს თავისი ემოცია აქვს, თავისი დანიშნულება აქვს. ესეც უნდა იცოდე. შენ თუ დიზაინერი ხარ, უნდა გქონდეს ძალიან დიდი განათლება. აი მაგალითად ყველა ქვეყანას, ყველა ერს მაგალითად აქვს თავისი როგორც საყვარელი ფერი, ისევე საძულველი ფერი, ესე ვთქვათ. ანუ ფერი რომელსაც ვერ იტანს, ან ეზიზღება. ან რიცხვი მაგალითად ჩინელს 4-იანი რო დაანახო, გული გაუსხდება, იმიტომ რომ სიკვდილის მომასწავლებელია, ხო? რუიანები ძალიან მოწონთ. წითელი ფერი მოწონს ჩინელს მაგალითად, 4-იანი არ მოწონს მილიონი ესეთი რაღაცა. ეს ყველაფერი უნდა იცოდე. აი ჩინელი თუ რაღაცას დაგიკვეთავს და შენ იქ 4-იანს სადღაც შეურევ, ჩათვალე რომ ვეღარასდროს ვერ ეგრიცები ამ ჩინელისგან მოგზავნილ ან სხვა კლიენტს, ან საერთოდ ფულს. ნუ ესეა, ესე ხდება. ყველაფერი უნდა იცოდე, ყველაფერში უნდა იყო რაღაც ზოგადად განათლებული უნდა იყო აბსოლუტურად ყველაფერში. და ეს ინფორმაცია ერთთვიანი კურსის გავლით არ მოგდის. უნდა იყოს სოციალური, უნდა დადიოდე ყველგან, უნდა გეზარებოდეს არაფერი, უნდა ათვალიერებდე ყველაფერს, თუ კი რაიმეს დათვალიერება შეგიძლია დაასურათე. ესე არ ხდება, გესმის? დააკვირდი, კომპლიმენტარული ფერები რას ნიშნავს? რატომ ქსიამოვნებს? სტაფილოსფერი და ზურმუხტისფერი, თილინდ ორენჯს რო ეძახიან, მაგალითად ფანტასტიკები, ყველაფერი მაგ ფერებშია გაკეთებული. მელოდრამა მაგალითად რაღაცა მოყვითალო, მოწითალო ფერებშია, სიყვარულზე თუა ფილმი. ჰორორი მაგალითად ლურჯი, მწვანე, იასამნისფერ ფერებში. რატომ ხდება ეს ყველაფერი? ანუ ყველაფერს აქვს თავისი ემოცია. სამზარეულოში მაგალითად სტაფილოსფერი ყველაზე მიზანშეწონილია, იმიტომ რომ დადგენილია რომ რაღაც აპეტიტზე მოქმედებს კარგად, დადებითად. მილიონი ესეთი ასპექტია და შენ მარტო ფოტოშოპის და ილუსტრატორის კურსის გავლით კიდევ ერთხელ გიმეორებ, დიზაინერი ვერ გახდები. ამიტომ თუ მოგწონთ ეს პროფესია, კეთილნიირნიბეთ და მიიღეთ შესაბამისი უაზროდ უგზო-უკლოდ დიდი განათლება. ეს არ ხდება ერთი წიგნის გადაშლით, ეს არ ხდება 15 წიგნის გადაფურცვლით და ეს არ ხდება ერთ ქვეყანაში წასვლად, წამოსვლით და ერთი მუზეუმით დამთავრებული. კიდევ ერთხელ გიმეორებ.
დიზაინერი შენ ხდები წლების მანძილზე და არა ერთ თვეში, ორ თვეში. ამიტომაც შეეგუეთ ამ ყველაფერს და თუ ამ პროფესიით გადაწყვიტეთ, სვლა თქვენი შემდგომი 10, 20, 30 წელი უნდა შეეგუოთ ამ ყველაფერს, რომ დიზაინერი შენ გახდები ყველაზე მინიმუმ 10 წელი და პლუსი გამოცდილების შემდეგ. ოღონდ აქტიური გამოცდილებით, აქტიურად. ყველანაირი ხელოვნების ისტორიები, მხატვრები, არქიტექტურა უნდა ათვალიერო, უნდა კითხულობდე აბსოლუტურად ყველაფერს. ისტორია უნდა იცოდე. იმას კი არ გეუბნები, რომ ნაპოლეონი როდის შეიჭრა თქვა ამ ქვეყანაში, არა. თუმცა ესეც არ არის ცუდი რომ იცოდე, არც არაფერი, არანაირი პრობლემა, მაგრამ ხელოვნებასთან კავშირში რაც არის, ყველაფერი უნდა შეეცადო რომ იცოდე. ბლიან, ეს გულშტელები ტრაქში უნდა გავუკეთო რა. ხმა მაღალი გაფიქრებულები, დუბლი, მეორე და თუ მოგწონთ ეს რუბრიკა, კი ბატონო, მზად ვარ გადაგიღოთ ხოლმე მსგავსი ვიდეოები. უკავშირს ველოდებით თქვენ კომენტარებს და კარგად ფის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.